ეს გორის მუნიციპალიტეტის ზემოსობისში მცხოვრები კვირიკაშვილების მრავალშვილიანი ოჯახია, რომლებსაც უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება. მათ პრობლემებს ისიც ემატება, რომ ერთადერთი საცხოვრებელი სახლიდან გრევის პირასაა. ოჯახს კი ამის შეკეთება არ შეუძლია, რადგან მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური შემწეობაა. ვარ მრავალშვილიანი, 4 შვილი მყავს არასრულწლოვნები, 7 ვართ ოჯახში. მე საჭიროება თქვენი მხარდაჭერა და დახმარება, რომ სახლი დამენგრა, კარგად ნახეთ, რაც არის დანგრეული და წყალიც ჩამომდის, აგერ კედელიც დაზიანებულია და მთელი ღამე აეგზინავს მე და ჩემი მეუღლე შიში. ბავშვები იქით ამყავს, სულ 2 ოთახი, ეს 2 ოთახი მქონდა და ესეც დაზიანებულია კედელი, ძალიან გვეშინია. რომ ზედა დაგვენგრეს. გთხოვთ, რომ დამეხმაროთ. თუ არის საშუალება. შესაბამის ორგანოებს თუ მიმართეთ და რა იყო პასუხი? მივმართე 6-7 თვე გავიდა დაახლოებით, მაშინ პატარაზე იყო ჩამონგრეული, მერიაში ვიყავი, დავწერე წერილი და მომივიდა უარი, რომ არ იყო საშუალება, რომ დამხმარებოდნენ. ეხლა ვიყავი აქ ახალ სოფელში ჩვენ გამგეობაში. ამჟამად არ არის არანაირი საშუალება ბიუჯეტში. ახალი წლის მერე დათო გამგებელი ვინც არის დამპირდა, რომ ახალი წლებმა გაიაროსო და იქნება ბიუჯეტში მოგროვდეს საკმარის თანხაო, რომ მოგაქციო ყურადღებაო. რა პრობლემის წინა შევდგევარ და არანაირი საშუალება არ არის. ეგ ბლოკი რო არის მოტანილი და ბიჭებმა, ჩემი თანატოლ ბიჭებმა ამიგროეს თავანჯიბიდან მოიღეს და იმით მიყიდეს, რომ სულ არ დაინგრეს და იქნება რამენაირად მოუბათ თავი ავაშენოთ. მეც არ შემიძლია სახსრების დაავადება მაქვს, პენსიონერი ვარ, ფიზიკურად ჩრომა არ შემიძლია. ოჯახს დახმარებას მეზობლები უწევენ და როგორც ისინი ამბობენ, არსებობს საფრთხე, სახლის კედელი ჩამოიშალოს და იქ მცხოვრები ოჯახის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დადგეს. მრავალშვილიანი ოჯახია და ენგრევათ სახლი თავს. ძალიან გაჭირებულები არიან. თუ რამეს ხედავთ, კიდე აქ რაღაცა გაკეთებულია, ის არის, თუ ეს არის, ყველა ეხმარება, ვისაც რა შეუძლია სოფლი და მოსახლეობა და აი ეგრე არის შეკოწიწებული ეს სახლი და იქნებ გამოიჩინონ ყურადღება, რომ ბავშვები ცოდვეები არიან, რაღაცა უბედურება არ მოხდეს ჯვარისწერიათ და დაეხმანო რაღაცა ქნან, რა ვიცი. არიან ძალიან გაჭირებულები. არანაირი შემოსავალი, არანაირი სამუშაო და გაჭირებული ხალხია რა. პენსიონერია, ინვალიდია, დედა, მამა აღარ აყავს. და ეს ცოლ-შვილი რაღაცა ესეც ის არის, პენსიონერი, ინვალიდია რა, ფეხის ტკივა, ხელის ტკივა და რავი. არ შეუძლია და გაჭირებულები არიან ძალიან და რა ვიცი, თუ გამოიჩენენ გულისხმიერებას, მადლობელი ვიქნებით ესენისა და ჩვენც უყველანი. თრიალეთის გადამღები ჯგუფი გორის მერიას დაუკავშირდა, როგორც გორის მუნიციპალიტეტმა თრიალეთს განუცხადა. გორის მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ზრუნავს მოქალაქეთა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ამისთვის ასეულობით პროექტი ხორციელდება. რაც შეეხება საკუთარი სახლის რეაბილიტაციას, მერიას არ გააჩნია აღნიშნული პროგრამა, თუმცა ცნობილია ამ ოჯახის მდგომარეობა და აუცილებლად მოხდება ბასილიძეების დახმარება. თეონა ბასილიძე არის მრავალშვილიანი დედა და ის მერიიდან ერთჯერადი ფულადი დახმარებითაც სარგებლობს. ნათქვამია უწყებაში.